მეგიდოს ეკლესია ისრაელში თელ მეგიდოს მახლობლად მდებარე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, სადაც აღმოჩენილია ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სალოცავი ნაგებობის ნანგრევები. ეს ადგილი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმით, რომ მასში შემონახულია ქრისტეს ღვთაებრიობაზე მინიშნებული ერთ-ერთი უძველესი ცნობილი წარწერა. მეგიდოს ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის მოზაიკური წარწერა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ცნობილ მატერიალურ მტკიცებულებას იმისა, რომ ადრეული ქრისტიანული თემი იესო ქრისტეს აღიარებდა როგორც ღმერთს. მოზაიკა, რომელიც დაახლოებით მესამე საუკუნით, დაახლოებით 220 წლით თარიღდება, შეიცავს ბერძნულ წარწერას, სადაც პირდაპირ გამოიყენება ფორმულირება Θεო იესუ Χριστო, ანუ ღმერთ იესო ქრისტეს. წარწერის ტექსტი მოგვითხრობს, რომ ერთმა მორწმუნე ქალმა, აკეპტუსმა, ევქარისტიული სუფრა ღმერთ იესო ქრისტეს შესწირა სამახსოვროდ. ამგვარი ფორმულირება ნათლად ადასტურებს, რომ ქრისტეს ღვთაებრიობა არ იყო გვიანდელი ეკლესიური დოგმატის შედეგი, არამედ ადრეული ქრისტიანული რწმენის ორგანული გამოხატულება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს მოზაიკა ნიკეის კრებამდე თითქმის 1 საუკუნით ადრეა შექმნილი, რაც სერიოზულ გამოწვევას უყენებს იმ მოსაზრებებს, თითქოს იესოს ღმერთად აღიარება მხოლოდ მე-4 საუკუნეში ჩამოყალიბდა. მოზაიკაზე გამოსახულია ასევე თევზის სიმბოლო, ადრეული ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტექსტი ეკუთვნის ავდენტურ ქრისტიანულ ლიტურგიულ გარემოს. ამრიგად, მეგიდოს მოზაიკა წარმოადგენს ძლიერ ისტორიულ მტკიცებულებას, რომ იესო ქრისტეს ღვთაებრიობის რწმენა არსებობდა ადრეული ეკლესიის ყველაზე პირველ ეტაპზევე. იგი აჩვენებს, რომ ქრისტეს ღმერთად აღიარება არ არის გვიანდელი პოლიტიკური ან დოგმატური კონსტრუქცია, არამედ ქრისტიანობის საწყისი თაობების სარწმუნოებრივი სინამდვილე.